ბუბუთოლში დარბისო, ბუბუთოლში დარბისო. ბიჭო, ფეხუნები არ გაგეყინოს. მოდი. მოდი შემოგივლე, მოდი. მოდი. უფ, როგორ გავისვრებიო. წამოდი. მოდი. მოდი, ჩემი ბარტყი. აი, ფისიქნა, ოჩახ. იმ ხელა ქურქი გაცვია. არ უნდა შეგცივდეს შენ წესიდარი. რა იპოვე, აბა? კომში იპოვე თუ ბალახი თუ რა არის? აი ესეთი თოვლიანია ჩვენი ბოსტანი. კარგია. მოირწყოს, გაჯერდეს მიწაწყლით და გაზაფხულზე უფრო რბილი და უფრო ესეთი იქნება. ნოყიერი. მეც ვიყიდე. გორგიაში დიდი ტომარა მიწა. უნივერსალურიო ესე აწერია ყვავილებისთვის და დავთესავ რაღაცა მწვანილს მაინც, ქინს მაინც დავთესავ. აივანზე. რატომაც არა. როგორ უხარია? როგორ დაკუნცულებს. სიყვი. იქა შეხედე, გოგოებს და ბიჭებს შეხედე. საღამო მშვიდობისა, უბრალოდ ღამე მშვიდობისა, ჩემო კარგებო. მე როგორც უსარკეო ქალი ტელეფონის ეკრანზე თუ გავისწორებთ მას. კიდევ ერთხელ გამარჯობათ, ჩემო კარგებო, დედიკოსგან მოვედით უკვე რახანია, ბევრი ვიფართხა ფურთხე, ძალიან. იმდენად რომ მაისურით ვიარე, ისე დამცხა სახლში და ახლა რომ დავჯექი შემცირდა და მოვისხი. დავჯექი, მეთქი დავისვენო. გვიანია უკვე ლამის 12 საათია და დავჯექი, ჩემი მწვანე ჩაი გავიკეთე. სხვადასხვა მწვანე ჩაის მირთმევას შევეჩვიე, დიდი ხანი არ არის, რაც აქ გადმოვედი და დაახლოებით. და ძალიან შემიყვარდა, ძალიან სიამოვნებს შაქრო განსაკუთრებით. თუმცა ვნახე რაღაცა ვიდეო, სადაც ვიყვებიან, რომ როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოსო, აი ეს ჩაის პაკეტი, რაღაცა წებოთი რო წებდებაო, რაღაცა ძაფი რომ აქვს, მოკლედ ძალიან მავნეა, კანცეროგენულიაო და თუ გნებავთო რომ რამე სარგებლობა მიიღოთო, იყიდეთო ფოთლებიო. უნდა მოვიძიო ერთი, იმას ვყიდულობ, გრინფილდს ვყიდულობ და გრინფილდს არ ვიცი, დასაყენებელი შავი რო აქვს ვიცი და რამდენად აქვს მწვანე არ ვიცი. დღეს გადავწყვიტე, რომ თქვენ კომენტარებს მოპასუხო, ბევრი არ დამიგროვდეს თქო და უპასუხოთ არ დავტოვო თქო. ამიტომ ფურცელში ჩავეხედები ხოლმე. მოკლედ ჩემო კარგებო, მწვანე ჩაი. ასევე თმა გავისწორე და თმაზე გეტყვით. მადლობა კომენტარისთვის, მადლობა კომპლიმენტისთვის. შეღებილი გიხდებაო, მეც ესე მგონია, აი მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს მე ზედმეტად ბევრი პლასტიკური ოპერაციას რო იკეთებენ, თავის თავს რო არ გვანან, მიმიკა რო აქვთ დაკარგული, აი ნაოჭის არ მეშინია, მართლა. ასე უნდა ეტყობოდეს ადამიანს, ამდენიც არის. თავარია რომ სიმპათიური იყოს იმ თავის ასაკში. მაგრამ არ მომწონს, იცით რა, აი ახლა რაღაცა ტრენდი როა და თმას რო აღარ იღებავენ. ჩემ თავზე არ მომწონს ყოველ შემთხვევაში. ეხლა ჯულია რობერტს რო ყველაფერი მოუხდება, ვიცი, მაგრამ მე რაღაცა ჭაღარით არა, ჯერ ვერ ვეგუები მაგას, რომ აი როგორიც ვარ, ისეთი უნდა ვიყო და ისეთი მიყვარს ჩემი თავი და ნუ აი რა ვიცი, ესე შეღებილი უფრო მსიამოვნებს. რაც შეეხება თმის გახშირებას, მართლა კარგი ოპერაცია ჩაიტარეო, რა ქვია. კურნალობაო მართლა ძალიან ვეცადე. რაც მისაღები იყო. მივიღე ანალიზები ხო ვიკეთე და ვიკეთე.
რაც მისაღები იყო შინაგანი მივიღე სპეციალური შამპონით, სპეციალური ნიღბებით, სპეციალური რაღაც რაღაცებით ვიმუშავე და ბუჩქიც კი ვიყიდე იმისი როზმარინის. მაგრამ ეს ბუჩქი არ არის ახლა ისეთი გაფოთლილი ჯერ და ისეთი რომ მე ის უკრიჭო და რაღაცა სამლებები ვიკეთო, ჯერ არ არის მოყოჩაღებული ბუჩქი. და აქ ერთ გოგოს მოაქვს ხოლმე ზეთი. ვინ არის მაწარმოებელი, სად როგორი არ ვიცი, მაგრამ ვინც იხმარა აქაურებმა კომენტარებში ვკითხულობ ძალიან დადებით რაღაცეებს და თუმცა ხო იცით თქვენ როგორც დადებითი როგორც მადლიერი ეყოლება და მომწონებელი ეყოლება პროდუქტია თუ მოვლენაა თუ რაც არის ისე ესეც რა ქვია მძაგებელიც და მაგრამ მაინც უნდა ავიღო და უნდა ვსინჯო. უნდა ავიღო აუცილებლად ეს როზმარინის ზეთი და უნდა ვსინჯო. თვითონ უნდა გავსინჯო. ხა თუ არ მომიხდება ხო არ მავნებს არა. ნახოთ, აბა თუ გაქვთ გამოცდილება ამ როზმარინის ზეთის რომელინეს მითხარით თუ შეიძლება. აი ახლა ბუბუ არის დაწყნარებული, დედასთან რო ვიყავით, ძალიან ბევრი ვარბენინე ბოსტანში თავადაც ნახეთ. თითქმის 1 საათი ვიყავით გარეთ და ეს კიდე დახარბებული დიდი ხანი რო არ ყოფილა გარეთ, ირბინა, აიკრო ფეხებზე ბალახები რაღაცები, კიდე კარგი რომ ამ სეზონზე მკბენარი არ არის იმაში. აი ხარ წყილს ვერ აიკიდებს ძაღლი და ტკიპას. მე მაინც რომ მოვედი, პუდრი დავაყარე, თავისი დასაყრელი რაც საჭირო იყო მაინც ყოველ შემთხვევისთვის და როგორც გითხარით, ხვალ მიმყავს უკვე გასაკრეჭ მოსაწესრიგებლად. და ახლა ამ წუთას დაღლილია, ნარბენია და არის წყნარად, თორე ბუბუ მისწავლა ცუდი რაღაცეები. აი მაგალითად მაგიდასთან რომ დავსხდებით და კომპიუტერზე რომ მუშაობთ ან წერთან კითხულობთ, აი არ მოსწონს ეგ ამბავი, გვიყებს, სადილს არ გვაცდის და ეს ალბათ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ რომ მაგიდიდანაც რაღაცებს ვაჭმევდი. ჩემი ხმარბებმა მეტის ღირსი ხარო. ხო და გეუბნებოდი მე შეგაფრთხილებდიო და ტასიკომ კიდე წაიკითხა რომ 9 თვის არისო და მაგასაკში ერთი სიცილქის ისა აქვს კიდეო გარდატეხის ასაკიაო, ერთგვარი გარდატეხა ხდებაო 9 თვის ასაკშიცო და ის სიცილქეც გაუვლისო, დროებითიაო, ხასიათ შეიცვლის. რა ვიცი, ნახოთ. ყოველ შემთხვევაში ახლა ცუდად იქცევა. დაცაცხანება მიწევს, ძალიან ბევრს ყებს, დარბის, თუმცა შეიძლება იმისი ბრალიც არის, რომ ბინაში არის ძალიან მოწყენილი და აი დღეს ბევრი რო ირბინა დედასთან ეზოში, ძალიან ბედნიერია. ჩავათავებ დაძრებს და ვასეირნებ ხოლმე. ოხერია ბუბუ, ძალიან ნერვიულობ ხვალ რა იქნება, ძალიან არ იტიროს ან რა ვიცი, არ ვიცი. პირველი გაკრეჭაა და მაინც ნახოთ აბა რა იქნება. ჩემო კარგებო, ექიმბაში ქვენატკოცაში. ჩემმა მაკომ მუდმივმა მაყურებელმა და უკვე დაუსწრებელმა მეგობარმა ძალიან დიდი ბოდიშებით და მე ძალიან დიდი მადლობებით იქნებ შემახსენა რომელ ვიდეოში ლაპარაკობ იმ ექიმბაშსეო და ვერ ვიპოვე ეს ვიდეო. რაღაცა აღარ მახსოვს, აი დრო ხო უცნაურად გადის, ერთი კვირის წინ იყო და ერთი თვის წინ იყო, ვერ ვხვდები. სამაგიეროდ ჩააგიგდეთ ექიმბაშის ტელეფონის ნომერი და Facebook-ის მისამართი და კიდევ გავმეორდები. თუ ვინმეს გაინტერესებთ, მოგწერთ, თუმცა ეს არ არის ჩემგან რეკლამა და რეკომენდაცია, მე პირიქით მსგავსი ექიმბაშების მომხრე არა ვარ საერთოდ, თუმცა გავმეორდები და ისე ვიტყვი, როგორც მადლიერი ადამიანები ყავს, ისე ყავს ადამიანები, რომლებიც შემოგარიან. შილაკსეც კომპლიმენტი მივიღე. ძალიან მომწონს, ისე მომწონს ეს ფერები. რა შილაკის კეთება დავიწყე დაახლოებით 3 წელიწადია. იშვიათად თუ დავასვენებ ბრჭყილი. სადღაც 1 თვით მაქსიმუმ 2 თვით. ძალიან იშვიათად. და გამოდის რომ თუ შეერთხელ ვიცვლი, ხო? ამ იმას. ფერს. სულ რაღაც და აი მახსოვს კიდევაც. სულ რაღაც 2-ჯერ ან 3-ჯერ მქონდა ფერი, რომლის წასმაც ვინანე, მართლა. ერთხელ ეს იყო ძალიან ლამაზი ცისფერი და
როგორ აკეთებენ, იცით, ერთვარია, ან საიმცის ფერს წაგისმევენ, მერე პუდრს გაყრიან, გიპრიალებენ და მერე ზემოდან კიდე ერთ ფენას უსმევენ გამჭვირვალეს და გამოდის რაღაც ესეთი გარდამავალი პირილი ვაიუშიც такой მოიცადეთ რა ქვია, სადაფივით არის. სადაფის მასალით არის. ზედაპირივით და მარგალიტივით რაღაცა ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ მე არ მომეწონა, აი ჩემი არ იყო, რომ უყურებდი, მეგონა ჩემი ხელი არ იყო. აი ეგ არ მომეწონა, კიდე ერთხელ სულ სხვა სპეციალისტს გავაკეთებინე და ფორმაც არ მომეწონა, ფრჩხილის და ფერიც არ მომეწონა. თუ არა და მე ავირჩიე ის ფერი რაღაცა მორუხოლურჯი იყო. აი ის ერთი სული მქონდა, როდის მოვიშორებდი და ასევე მქონდა კიდე ალუბრისფერი მინდოდა და მთლად ალუბრისფერი არ იყო. მეორე ფენა რო დასვა, უკვე ყავისფერი გამოვიდა. ისიც ჩემი სპეციალისტი არ იყო, დროებითი იყო. მართლა. ასე რომ დანარჩენი ისე მსიამოვნებს, რომ აი ხელ უყურებ და ვის რა უხარია. აი ასე. შემდეგ შემოკარგება. ტორტი. ტორტზე ძალიან ბევრი კომენტარი შემოვიდა, მათ შორის ერთი კითხვაც, რამდენი იყო ფქვილიო, ცომშიო. მოდით გავიმეორებ. სტანდარტული კლასიკური ბისკვიტი. ერთი კვერცხი, ერთი სუფრის კოვზი შაქარი, ერთი სუფრის კოვზი ფქვილი. მწიკვი მარილი ცილის თქვეფისას აუცილებელია, როგორც ყველანაირ ფქვილიან გამომწვარში და ასევე ვანილი არომატისთვის. აი ეს არის სულ ცომი. რაც შეეხება კრემს და ეს კრემი არის აი მართლაც უგემრიელესი. 400 მილილიტრი რძე, სოფლისაც შეიძლება, ფხვნილისაც შეიძლება, მაღაზიასაც შეიძლება, ნებისმიერი ცხიმიანობის შეიძლება, როგორც გენებოთ. ნახევარი 400 მილილიტრი რძე, 400 მილილიტრი წყალი, 2 ცალი კვერცხი, 6 სუფრის კოვზი, თავშემოდგმული სუფრის კოვზი ფქვილი და 12 სუფრის კოვზი შაქარი. იდეალურია, არც ტკბილი, არც ნაკლებ ტკბილი, მწიკვი მარილი უნდა, რა თქმა უნდა და მწიკვი ვანილი, იმიტომ რომ ამაშიც ფქვილია და უნდა მარილი. ძალიან ცოტა მარილს ვერ იგრძნობთ, მაგრამ ის მარილი გააქტიურებს როგორც მის გემოს, რძის ცხიმიანობის გემოს, ესევე კარაქის გემოს, ასევე მის გემოს, რა ქვია, ვანილის გემოს და შაქარსაც დააბალანსებს. მართლა ძალიან კარგი ფაფანაკი გამოდის და მერე თუ გნებავთ ცხელში ჩააგდებთ ამ დოზაზე 70-80 გრამ კარაქს და თუ ცხელში ვიაგდებთ, ჯობს რომ იყოს ცივი ეს კარაკი, იმიტომ რომ მალე გაგიციებთ იმას კრემს და თუ მოადუღებთ და ცალკე შეგრილებლს გნებავთ, რომ ჩაატკიფოთ, თეთრი და უფრო სტაბილური და მყარი კრემი თუ გნებავთ, მე ესეთი ვარიანტი უფრო მომწონს. 100 მაქსიმუმ 120 გრამი კარაკი ოთახის ტემპერატურაზე კარგად გათქვიფეთ და ასევე ოთახის ტემპერატურის, აი კარგად თბილი, აი მართლა, აი კარგად თბილი არ უნდა გაცივდეს, ნელთბილი უნდა იყოს კრემი და იგივე ტემპერატურის უნდა იყოს კარაკი და არავითარ შემთხვევაში არ აიჭრება, ჯერ კარაკს ვთქვებთ და მერე ვათქვებთ მაშინ ფაფანაკში და გამოდის არაჩვეულებრივი სტაბილური გემრიელი კრემი. ამის შემდეგ კიდე ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ შევიყვანოთ 4-5 სუფრის კოვზი არაჟანი, უფრო ცოცხალი იქნება. ამის შემდეგ თუ გვინდა პლომბირი იყოს, შეგვიძლია სანამ ჯერ კიდევ თბილია და ისევ ოთახის ტემპერატურის ჩავათქვიფოთ შედედებული რძე, გნებავთ თეთრი, გნებავთ მუქი, მუქი თუ იქნება, უფრო კარამელის გემო იქნება, თეთრი თუ იქნება, უფრო ნაყინი პლომბირის გემო იქნება. იგივე ფაფანაკს, კარაქიანს და ოთახის ტემპერატურისას შეგვიძლია კარგად გათქვეფილი ნაღებით შევათქვიფოთ და მთლად საბჭოთა თეთრი ნაყინი გამოვა. ასე რომ ეს არის მთავარი ძირი. მე მაქვს კიდე ერთი პროპორცია, რომელიც მხოლოდ კვერცხის გულებზე კეთდება და ნაწილი სახამებელია სიმინდის და ნაწილი ფქვილი და ის უფრო იმ შემთხვევებში ვხმარობ თუ მოხარშული კრემი მინდა ხოლმე რომ გავაკეთო, მოხარშული კი არა, მოხარშულ ცხელში თუ მინდა ხოლმე რომ ჩავაგდო და ვაკეთებ ხოლმე უფრო ნაზია
მაგალითად შუებისთვის და ეკლერებისთვის. მაგრამ ეს ვარიანტიც ძალიან მომწონს. ასე რომ შეინახეთ, დაიმახსოვრეთ ეს დოზა, მართლაც იდეალური დოზაა. ძალიან დიდხანს ძალიან ბევრი პროდუქტი მაქვს ნაგვის ფურნაში გადაყრილი აი ამ დოზების დამუღამებით. 400 მლ-ზე 400 მლ წყალი, 2 ცალი, საშუალო ან პატარა ან დიდი სულ ერთიან კვერცხი, წიკვი მარილი, წიკვი ვანილი, 6 სუფრის კოვზი თავშემოდგმული ფქვილი თეთრი და 12 სუფრის კოვზი შაქარი. ყველაფერი კარგად უნდა გაითქვიფოს, უნდა გადაიწუროს საცერში, რომ კურკუშელა არ გაყვეს, ადუღდეს, ვურიოთ, კრატერს რო გაიკეთებს, გადმოვდგათ, ჩავაგდოთ 70 ან 80 გრამი კარაქი, თუ გვინდა რომ აი ეს კლასიკური მოხარშული პატისიერი გავაკეთოთ და თუ გვინდა რომ უფრო თეთრი და სტაბილური და ყვავილები და ფორმებით და ბორტებით რომ დავსვათ, ცალკე გავთქვიფოთ რბილი 100-120 გრამი კარაქი და შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის ფაფანებს. აი ესე შემოკარგება. გავიმეორე კიდევ ერთხელ ეს დოზები, იმიტომ რომ მართლაც იდეალურია. რაც იდეალურად არ ვიცი, იმას არ გასწავლით. ასე მაგალითად ხან გამომდის და ხან არ გამომდის კიური ტორტი. რო დავამუღამებ იდეალურამდე, აუცილებლად თქვენც გიჩვენებთ. მე თონეში ვაწყობდი ტორტს. აი ესეთი არაფერი გამიგია. გამიგია რომ აი ბებიაჩემისგან გამიგია რომ კერასინკაზე აწყობდნენ ტორტებს. იმაზე ფეჩზე რკინის ღუმელზე გამოუცხია დედას კექსი და კრემი დაუდია, მაგრამ ტორტი და იმაზე თონეში, თუმცა თონეში ჩემი მეგობრის დედა აწყობს პასტებს. უცნაურად ძალიან ზემოდან რაღაც ფირფიტას აფარებს და სუნით გრძნობს, რომ უკვე მზად არისო. იცის რა დონეზე ამოვა იქიდან სურნელი და არ ხდის რო არ ჩავარდას. აი რას ნიშნავს ზელამასერება იცა რა მართლა რომ თუ საქმე იცი აი სულ იმას ვამბობ, ჩემთვის არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. აი გაგებაში არა ვარ, რას ნიშნავს ბისკვიტის ჩავარდნა. მართლა. არის ხოლმე რომ აი განსაკუთრებით ჩემ ელექტროჰაერღუმელში ძალიან ხშირად ამიჩქარდება და ჩამეფუშება ხოლმე მერე ისა შუდა ეკლერი. ძალიან ხშირად ხდება ეს. ჰაერღუმელში გაზის ჰაერღუმელში არ ხდება, მაგრამ აქ რაღაცა ვერ დავამუღამე. ხო და გარედან რომ გონია რომ გამოცხვა, ანუ ასტრაფებულია და შიგნით არ არის გამომწვარი და როგორც კი გამოვხთავ, მომენტალურად ბრტყელდება. არა და რო არ გამოვხთავ, უკვე გარედან იწვება. ზედმეტად ისეთი ზაგარიანია ხოლმე. ბისკვიტი საერთოდ არ მესმის, მე რას ნიშნავს ჩამივარდა. აი საერთოდ არ მესმის. მართლა. აი ისევა დამუღამებული. რა ვიცი, აი დედაჩემს დაქალი ყავს ერთი საოცრად აწყობს. ეხლა აღარაფერს არ აწყობს, ასაკშია, მაგრამ ვერა და ვერ დაამუღამა საფუარიანი ცომი და დედაჩემი პირიქით იყო ყოველთვის. დედაჩემისთვის საფუარიანი ცომი იყო, აი მძინარეც კი აკეთებდა და იყო ფულფულა, საოცარი და რაღაცა და საგამოფენო და სამაგეროდ აი როგორც კი მიდგებოდა ელემენტარულ თაფლიან პირფიტებზე რაღაცა სასწაულებს აკეთებდა ხოლმე და ამიტომ მიზახდა რომ დამანაკეთებდა მე ამის გამკეთებელი არა ვარ. ასე რომ ყველაფერი გამოცდილებაა. ეს თონეში გამოცხობა საერთოდ ზეკოსმოსია. საოცრება მართლა. ყოჩო. აი ასე ჩემო კარგებო. ასევე რა არის ის ფილმი, რომელსაც უყურებო და გავმეორდები. ეს არის YouTube-ზე, შეგიძლიათ იპოვოთ. პირდაპირ აკრიფოთ ფურცევა სერიალი და მოგცემთ ან 12 სერიას ცალ-ცალკე თითო სერიას, ან არა და ერთი დიდი ვიდეოა, მთელი 10 საათი 12-ვე სერია, ძალიან საინტერესოა, სულ რაღაცა 2 თუ 3 სერია დამრჩა და ამის შემდეგ ვაპირებ ვუყურო სერიალი ვილიკაია. ეკატერინა ვილიკაია, ეს რუსეთის იმპერატორ ეკატერინაზე ალაპარაკი. გადაღებულია თუ არ ვცდები Netflix-ის და ჩემმა შვილმა რაღაც ძალიან ისეთი კომედიის გაუწია რეკომენდაცია. შორტები რაც მხდება, მეც ძალიან მომწონს და
უნდა დავიწყო და უნდა ვუყურო და კიდევ სხვა ბევრი ფილმი და ბევრი სერიალი მაქვს შენახული. ხანდახან არის ხოლმე რომ ძალიან მინდოდა ხოლმე რაღაც ჩამერთო, მე და ჩემ ქმარს ერთად გვიყვარს რაღაცებს ყურება და ვერა და ვერ შევარჩიეთ, ვერ დავამუღამეთ და ეხლა ძალიან ბევრი მაქვს საყურებელი მოგროვილი. როგორც მხატვრული, ასე დოკუმენტური და ასევე სერიალები. აი ესეთი ამბები გქონდა ჩემო კარგებო. ახლა მე უნდა წავიდე, დაწვე დავიძინო. ხვალისთვის ყველაფერი მომზადებული მაქვს. მე და ბუბუ მივდივართ დალაქთან, როგორც ერთხელ მოგწერა ერთ-ერთმა ჩვენგანმა. ბუბუ დალაქთანარი წასაყვანიო, მართალი ბრძანდებს ვეღარ ვხედავ. აი ბუბუ საითაა, წინა და უკანა მხარე აღარ აჩავს. და ხვალ გამოვაჩეთ. ვეცდები რაღაცები გადავიღო. აბა, ხამემშვიდობისა. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო. თბილისის ბრები. კარგად.